დღეს ფაშინიანის პოლიტიკა არ ემყარება გავექცე რუსეთს და შევერთე ევროკავშირს, დღეს ფაშინიანის პოლიტიკა ემყარება დემოკრატიული აღშენებლობით ჩვენ წარმოქმნით ახალ თანამედროვე სახელმწიფოს და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია. უსაფრთხოების მეორე გარანტია იქნება ის ეკონომიკური პროექტები, რომელსაც დიდი მომავალი გააჩნია. ეს მალხაზ მიქელაძეა, დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ციფრული დიპლომატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი. თუ სომხეთი შეძლებს მშვიდობიანად დაშორდეს ერთგვარად რუსეთს, ეს იქნება სამაგალითო გლობალურად ალბათ, მაგრამ პირველ რიგში ჩვენს რეგიონში. საკმაოდ რთული იქნება მშვიდობის ნარატივის შემდგომი გაგრძელება, თუნდაც საქართველოს ხელისუფლებისათვის, თუ ფაშინიანის ეს ნაბიჯი წარმატებული იქნა და იმედი უნდა ვექონიოთ, რომ წარმატებული იქნება. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებაზე და ამ საუბრის ფონია სომხეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი. აქ არის ყველას ინტერესი, რომ მეტი ევროპა იყოს სამხრეთ კავკასიაში, ეს ნიშნავს მეტ განვითარებას და უსაფრთხოებას პირველ რიგში. ამ სამიტის ფარგლებში 4 და 5 მაისს ერევანს 50-მდე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ესტუმრნენ. ჩვენი წარმომადგენელი არ გამოდის დემოკრატიული პროცესების პანელზე, არ გამოდის ევროპული ინტეგრაციის პანელზე და მხოლოდ connectivity, ანუ ურთიერთდაკავშირებულობის პანელზე ცდილობს თავისი პოზიციის დაფიქსირებას, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს მეტყველი არის, რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ ეკონომიკური ამონაგები და არა ფასეულობების გაზიარება. განვიხილავთ, როგორ იქცა საქართველო, შეერთებული შტატების ყოფილი სტრატეგიული პარტნიორი და ერთ დროს ლიდერი რეფორმების კუთხით რეგიონში, თამაშგარე მდგომარეობაში. შენ თუ იზოლაციას ირჩევ, მით უმეტეს, როდესაც მიბმული ხარ მხოლოდ ნგრევაში თუ არა გარდაქმნაში ემყოფი რუსეთთან, ალბათ შენც მოყვები ამ ნანგრევებში. ანუ იზოლირებული ქვეყანა პირისპირ აგრესორ რუსეთთან ვერ იქნება წარმატებული, თუნდაც იმ ვიწრო ჯგუფის ინტერესებისთვის, რაც საქართველოში დღეს არის. ჩანს მცდელობა ნორმალიზება მოხდეს დასავლეთის სამყაროსთან, შეიძლება ნაკლებად ევროპასთან და უფრო აქცენტი არის ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა არ ამგონია, რომ ევროპელებთან არ უნდა ვითარების ნორმალიზება. ნორმალიზება ჩვენს პირობებზე ვერ მოხდება, შენ იზიარებ ფასეულობებს ან ხარ სხვა ბანაკში. ვსჯელობთ იმაზეც, რა შეიძლება იყოს სომხეთის მკვეთრად შეცვლილი კურსის საბოლოო მიზანი. როგორ უყურებს სომხეთის საზოგადოება ამ მოვლენებს, ალბათ ჩვენ არჩევნების შედეგად გავიგებთ, ბუნებრივია ეს ესეთი ლაკმუსის ქაღალდი იქნება თუ საერთოდ მიდის თვითონ საზოგადოება. გამარჯობა ბატონო მალხაზ. მოგესალმებით. როგორ ხართ? თქვენს მენელს. მადლობა, კარგად. როგორი მოვლენებით. ხო, როგორი განწყობით უყურებთ სომხეთში მიმდინარე დიდ სამიტს? ძალზე საინტერესო მოვლენები მიდის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, მას გამოძახილი ექნება არა მარტო თავად სომხეთისათვის, სადაც მთლიანობაში საინტერესო პროცესები მიდის, ასევე მთელი რეგიონისათვის და ალბათ ეს იქნება საწინდარი მომავალი დემოკრატიული განვითარების როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მას შემდეგ, რაც პირველი კადრები გავრცელდა, როგორც ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, როგორი მართება შეხვედრები ნიკოლ ფაშინიანსა და სხვადასხვა ქვეყნის, ევროპის ქვეყნის ლიდერებს შორის და 50-მდე ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარს მას პინძლობს ამ სამიტის ფარგლებში სომხეთი. ბევრი ადამიანის წუხილი შემომხვდა ძირითადად სოციალურ ქსელებში, რომ აი როგორ დარჩა საქართველო ამ ყველაფრის მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოდგენილი იყო საქართველოს ამ სამიტზე, ეს წუხილები მაინც ბევრი იყო და არ ვიცი, ინტერვიუს ვფიქრობდი იმაზე, მაინც ღირს იმაზე ლაპარაკი, როგორ დარჩა საქართველოს თამაშგარე მდგომარეობასთან ახლოს მდგომარეობაში, თუ ეს სურათი იმდენად ცხადია, რომ პრინციპში დიდად სალაპარაკოც არაფერია თქო და აი თქვენ აზრს მოვისმენდი ამაზე. საინტერესო განვითარებებთან გვაქვს საქმე. მოდით ნუვიტყვით, რომ საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში არის, თამაშგარესთან ახლოს. თამაშგარესთან ახლოს, კი ბატონო, არის გარკვეული პრობლემატიკა, თუნდაც ის, რომ ჩვენ წინმყოფებმა დღეს ბევრად უფრო დაბალი დონის დღის წესრიგი გაგვაჩნია ურთიერთობებში ევროკავშირთან, მით უმეტეს, რომ საერთოდ თუ გაგვაჩნია, მოდით ესე ვთქვათ. თუმცა ის ფაქტი, რომ ერევანში იმართება ესეთი დიდი ღონისძიებები,
ამასთანავე თქვენ მსმენელს განუმარტავ, შეიძლება თვითონაც კარგად ერკვევიან ამაში, მაგრამ მაინც ინტერესთვის აუცილებელი არის. Რამდენიმე პარალელური ღონისძიება ტარდება. ეს არის ევროპული პოლიტიკური community კავშირის ერთგვარი შეხვედრა, რომელიც უკვე მერვე შეხვედრა ტარდება 2022 წლიდან პირველად გაიმართა პრაღაში ევროკავშირის სამიტის პარალელურად. მისი მიზანი არის მთლიანი ევროპის გაერთიანება იმ საფრთხეების წინააღმდეგ ენერგოუსაფრთხოებაზე, რაც დღეს ჩვენ საქმე გვაქვს. საინტერესოა, რომ ეს ინიციატივა იყო პრეზიდენტ მაკრონის მიერ წამოწყებული და ამასთანავე ამან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში ევროპა სჭირდება გადააფასოს თავისი მთლიანი უსაფრთხოება. მთლიანი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მთლიანად მოირგვა ევროპაში. ეს ერთი მომენტი, მეორე ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ინაუგურაციული შეხვედრა ევროკავშირსა და სომხეთს შორის, ესე ვთქვათ, სამიტი 48-მდე თუ 50-მდე ლიდერი არის ჩასული და ეს უპრეცედენტო ღონისძიება იქნება და ამით ევროკავშირი გამოთქვას თავის დაინტერესებას პოლიტიკურ მხარდაჭერას დემოკრატიული პროცესებისადმი და ბუნებრივი ამას გავლენა ექნება ჩვენს სინამდვილეში, საქართველოს მთავრობაზეც და ეს გასათვალისწინებელი იქნება მომავალში ჩვენი ხელისუფლებისათვის. შემდეგი ღონისძიება, რაც ასევე ზუსტი კონტურები ჯერ არ არის, ეს არის ერევნის დიალოგი, რომელიც კონცენტრირებული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ერთგვარი ინიციატივა სომხეთის მხარის თავი წარმოადგენს როგორც ლიდერი სამხრეთ კავკასიაში და ეს მას საკმაოდ წარმატებით გამოსდის დღესდღეობით და ამას ჩვენ უნდა მივესალმოთ. მოდით გავითვალისწინებთ რა ერთგვარ შეჯიბს, აქ არის ყველას ინტერესი, რომ მეტი ევროპა იყოს სამხრეთ კავკასიაში, ეს ნიშნავს მეტ განვითარებას და უსაფრთხოებას პირველ რიგში. და ბოლოს დავამატებდი ამ ღონისძიების პარალელურად იმართება საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, რაც ასევე მეტყველი არის საფრანგეთის განსაკუთრებული როლისა ურთიერთობებში სომხეთთან. ეს ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ მას გააჩნია ოფიციალური სტატუსი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საფრანგეთი მხარდაჭერი იქნება სომხეთის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური განვითარების, ასევე უსაფრთხოების კუთხით. ამდენად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიმართული არის დღეს სომხეთზე, მაგრამ იგულისხმება მთლიანად ევროკავშირის დაინტერესება და აქტიური პოლიტიკა მთლიან სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. აი მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თქვით, რომ შეჯიბრობითობას არ გავყვეთ მაინც და მაინცო, აი ეს ლიდერობაზე მე მგონი აზერბაიჯანს არანაკლები ამბიციები აქვს, ხო? და თავისი რესურსებით და რუსეთთან თანასწორის პოზიციიდან წარმოებული პოლიტიკით, რომელიც ბოლო წლების ამბავია, ამ ამბიციას ასხივებს, ხო? რომელს უფრო მეტი შანსი და პოტენციალი ლიდერობის, თუ კი ლიდერობისთვის ბრძოლა მაინც არსებობს ამ სამ ქვეყანას შორის. ძალზე საინტერესო კითხვა არის, აქაც გავუმიჯნოთ, მოდით ორივე ქვეყანას, როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს გაცხადებული აქვს ფორმალურად თავის საგარეო პრიორიტეტები. აზერბაიჯანის საგარეო პრიორიტეტები არის სტაბილურობა ქვეყნის, ეკონომიკური აღშენებლობა, თავისი პოტენციალის ენერგო რესურსის მიწოდების დივერსიფიკაცია, ანუ ბაზრების დივერსიფიკაცია. ეს კარგად ჯდება იმ საგარეო პოლიტიკის მიზნებში, რაც აზერბაიჯანს გაცხადებული აქვს. სომხეთს სხვა მიმართულება აქვს არჩეული, ეს არის ევროკავშირთან დაახლოება, დემოკრატიული პროცესები და ამით თავისი სტაბილურობის შექმნა. შესაბამისად, აქაც ახსნება სხვა კარტებით თამაშობენ, ტრამპის ეს ალეგორია რო გამოვიყენოთ. სხვადასხვა ასპექტები არის მათი პრიორიტეტებისა და აქ რაღაც შეჯახება ინტერესების ნამდვილად არ ხდება, ლიდერობა ერთის მხრივ ენერგორესურსების მიწოდების კუთხით, მაგალითად რომ მოვიყოთ, აქ აზერბაიჯანს ბადალი არ აყავს და არც არსებობს აქ რამე შეჯიბრებითობა იყოს, ისევე როგორც დემოკრატიულ განვითარებაში დღეს სომხეთი ცდილობს ააწყოს თავისი საგარეო პოლიტიკა აი ამ კუთხით. მაგრამ ეს პრინციპში მე მგონი კარგია იმ ხრივ, რომ მათ არ აქვთ კვეთა და თავთავისი მიმართულებით მიდიან, იმიტომ რომ რესურსი იმის რო ორივე მიზანს მიაღწიოს მეტია, ხო, გზაში გადაკვეთის წერტილები არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მოდით ესე ვთქვათ, ევროკავშირის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ როგორც ბაქოში, ასე დღეს ერევანში არიან,
აქ ხაზგასმული არის პარტნიორობისა და ორივე ქვეყანასთან თავისი დღის წესრიგი გააჩნია. აზერბაიჯანთან ჩასვლა და ვიზიტი არ ნიშნავს ის, რომ იგივე დღის წესრიგი იქნება, რაც სომხეთთან. შესაბამისად, აქ ცალსახა არის ევროკავშირის ესაჭიროება აზერბაიჯანი, იმიტომ რომ მისი ენერგორესურსი ძალზე მნიშვნელოვანი არის ევროპის ენერგოუსაფრთხოების და დივერსიფიცირების კუთხით. სწორედ აქ არის ის შეხების წერტილი, ხოლო სომხეთთან სხვა. პლუს ამისა პოლიტიკური კუთხით აზერბაიჯანს საკმაოდ მრავალი პრეტენზია გააჩნდა ევროკავშირთან, მოდით პირდაპირ ვთქვა და ღიად ფიქსირდებოდა ეს უშუალოდ 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის წინ, აქ იგულისხმებოდა ის სამშვიდობო პროცესი, რომელიც 10 წლეულები გაგრძელდა და ევროკავშირმა ვერ შეასრულა ეს კვედითი ფუნქცია, რაც მას პასუხისგებლობა რაზეც ჰქონდა, დღეს სულ სხვა ვითარება არის, მაგრამ ისევ გავიმეორებ, დღის წესრიგი განსხვავებული არის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აი საქართველოს რა დღის წესრიგი არის, ამაზე შემდგომ ვისაუბროთ და შემდგომ გავარჩიოთ ეს საკითხი. ხო, აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ იქნება, მაგრამ აი ამ დღის წესრიგების საკითხი რო ამოვწუროთ, მე მგონი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ ვიცი რამდენად უკვე მოხაზული კონტურებია, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სომხეთმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თითქოს ბედს იყო შეგუებული, რომ რუსეთი გავლენის ზონად მიიჩნევდა და ამ დრომდე რუსული სამხედრო ბაზები არის სომხეთში განთავსებული, ხო და რაღაც გავლენებიც ესე არ დაუთმია და ამ სამიტის გამოც და ამ შეხვედრების გამოც გამოხატა რუსეთმა უკვე თავისი უკმაყოფილება, რომ სომხეთში ეს აჟიოტაჟია გამართული. ამის მიუხედავად, თუ კი სომხეთი ღიად ამბობს, რომ მიუხედავად რუსეთის სურვილისა, მას უნდა ევროპასთან დაახლოება, რა შეიძლება იყოს ბოლო წერტილი ამ სწრაფვის, ხო, კანდიდატის სტატუსი, როგორც საქართველოს აქვს, საბოლოო წევრობა, დაახლოებული ეკონომიკური კავშირები, რა გაქანება აქვს ამ სურვილს? ძალიან ვრცელი კითხვა არის, მაგრამ მოდით ეტაპობრივად დავწონოთ რისი სურვილი და შანსი. ვინმე წარმოიდგენს სომხეთში მიმდინარე პროცესებს, როგორც გაქცევას რუსეთის გავლენისაგან და გადასვლას ევროკავშირისა და ევროპულ ლიანდაგზე, ეს საკმაოდ გამარტივებული მიდგომა იქნებოდა. მოდით ესე ვთქვა, დღეს ესე მარტივად არ არის. ესე მარტივად არ არის, ნამდვილად დღეს სომხეთში ძალზე საინტერესო პროცესები ხდება გადაფასების, მთლიანად რა არის სომხეთის სახელმწიფო, ეს არის ისტორიული სომხეთი, რაც აქამდე ცხადდებოდა და უშუალოდ თუ მომავლის სომხეთი სწორედ აი აქ წყდება. როგორ უყურებს სომხეთის საზოგადოება ამ მოვლენებს, ალბათ ჩვენ არჩევნების შედეგად გავიგებთ, ბუნებრივია ეს ერთი ლაკმუსის ქაღალდი იქნება თუ საერთმიდის თვითონ საზოგადოება, თუმცა დღეს ვინც ხელისუფლებაში არის, გულისხმობ პრემიერ ფაშინიანის ხელისუფლებას, მათ კონკრეტული გზა აქვთ დაგეგმილი ძველი მექანიზმების სანაცვლოდ, რაც მთლიანად მიბმული იყო რუსეთზე, უსაფრთხოების კუთხით გულისხმობ. მე დღეს მიდის ორი მიმართულებით საქართველოს უკაცრავად სომხეთის სახელმწიფოს აღშენებლობა. ეს არის დემოკრატია, როგორც უსაფრთხოების გარანტია და გზა დაუახლოვდეს ევროპას მთლიანობაში და ევროკავშირს. აქ მრავალი ქვეყანა ირჩევს ვითარებას, როდესაც ჯერ სხვა საკითხებს წყვეტს და უშუალოდ ეკონომიკურ განვითარებას, ან თუნდაც უსაფრთხოების პრობლემატიკის მოგვარებას და შემდგომ უკვე დემოკრატიაზე გადასვლას, რაც პრაქტიკიდან და ისტორიიდან გვიჩვენებს არა წარმატებული ნაბიჯები დგება. აქ სხვა ნაბიჯი არის გადადგმული, სომხეთს უნდა დემოკრატიული განვითარება, დემოკრატიული რეფორმები. ეს რას ნიშნავს? პირველ რიგში ეს ნიშნავს დემოკრატიულ სახელმწიფოს, ანუ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ ინსტიტუციონალურ აღშენებულობას, რომელმაც ძლიერი სახელმწიფო უნდა ააშენოს კონკურენტული დღევანდელი პირობებით და უკვე შემდგომ ისაუბროს თუ რა საგარეო კურს, მრავალვექტორული იქნება ეს კურსი, ევროპაზე მიმართული იქნება თუ რაღაცა სხვა ახალ მოდელს გამოიგონებს. შესაბამისად, ანუ ეხლა ჯერ არ არის ეს გამოკვეთილი. აი ეს პროცესი მიმდინარეობს დღეს. ანუ კურსი არის არჩეული დემოკრატიზაციაზე, მაგრამ ის მაგალითად რომ რუსეთთან რაღაც კავშირების სრულიად გაწყდა, ეგეთი მსგავსი პირდაპირი განცხადება ამას არ ქონია. საინტერესოა აი ეს მომენტი გავამახვილოთ ყურადღება, რომ თვითონ
რუსეთი როგორ იქცევა ამ პირობებში. ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის დროს მოსკოვში მან საკმაოდ ესეთი დისკუსია გამართა პრეზიდენტ პუტინთან, რის შედეგად მეორე დღესვე უკვე ვიცე-პრემიერმა ალექსეი ავერჩუკი არის, თუ არ ვცდები, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სომხეთის მონაწილეობა ევრაზიას კავშირში და შესაბამისად დაემუქრო სომხეთს შეიძლება ეკონომიკური პრობლემები შეიქმნეს. დღეს ვგებულობთ, რომ მაგალითად მინერალური წყლების აკრძალვა მოხდა ისეთი დრამატული ვიდეოების ფონზე, როდესაც ვითომ ადამიანი ვლადიკავკაზში შეეწირა ამ მინერალური წყლის სიცოცხლე. ანუ ჩვენ რო პარალელები გავაგოთ 2006 წლიდან, ფაქტობრივად 20 წლის შემდეგ რუსეთს აბსოლუტურად იგივე ინსტრუმენტები აქვს გავლენის, რაც ჰქონდა საქართველოს 2006 წელს. შესაბამისად, რუსეთის საგარეო კურსი თავის პერიფერიაში, მოდით ესე ბრჭყალებში დავარქვათ, ანუ პერიფერია დარჩება, ჩვენ ამას ვნახავთ. პერიფერიებში თუ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე იგივე ინსტრუმენტები რჩება, ვერ ვითარდება რუსეთის საგარეო პოლიტიკა, ამ კუთხით მას არ შესწევს უნარი გახდეს მიმზიდველი ამ მეზობლებისათვის ობიექტურ საწყისებზე დაყრდნობით. სწორედ აქედან გამომდინარე საზოგადოება სომხეთში იღებს არჩევანს, ან ძველ მოდელს დაუბრუნდეს, როდესაც რუსეთის ფედერაცია მხოლოდ გაყენული კონფლიქტით და ერთგვარი ძალადობრივი მეთოდებით ეკონომიკურ სფეროში ცდილობდა თავის სატელიტად შენარჩუნებას სომხეთში, თუ გადადგას ახალი ნაბიჯი და გადავიდეს დემოკრატიულ პრინციპს. ეს ერთი მექანიზმი არის, რასაც უკაცრავად პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აწარმოებს, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური პროექტები, ასევე როგორც უსაფრთხოების გარანტია და აქ პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ჩასვლა რეგიონში სწორედ მეტყოლებს, რომ ამ მიმართულებითაც ფაშინიანის პოლიტიკა საკმაოდ წარმატებული არის, ყოველ შემთხვევაში დაგეგმილი არის ის პროცესები, რაც უცვლად გაზრდის სომხეთის ეკონომიკურ სტაბილურობას. მეტიც ამ ვენსის ვიზიტის პერიოდში ისეთი ახალი პროექტები გახმოვანდა, რომელიც ნამდვილად სტაბილურობას შეეძენს ამ ქვეყანას და ერთგვარი ნიშის დაჭერას, რაც სარგებელი იქნება არა მარტო სომხეთისათვის, არამედ მისი პარტნიორებისთვის, მშვიდობიანად მოდის თანამშრომლობისათვის. ანუ საბოლოოდ რო ვთქვათ, დღეს ფაშინიანის პოლიტიკა არ ემყარება გავექცე რუსეთს და შევერთე ევროკავშირს, დღეს ფაშინიანის პოლიტიკა ემყარება დემოკრატიული აღშენებლობით ჩვენ წარმოქმნით ახალ თანამედროვე სახელმწიფოს და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია, უსაფრთხოების მეორე გარანტია იქნება ის ეკონომიკური პროექტები, რომელსაც დიდი მომავალი გააჩნია. მეც მინდოდა მეკითხა რუსეთის ზეწოლის ბერკეტებზე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში თუ ათწლეულების არის ჩვენ უყურებდით, რომ ის იყენებდა ყარაბაღის კონფლიქტს, ხო, ერთგვარ ზეგავლენის იარაღად. ეხლა როცა ნახეთ ორი ლიდერი თეთრ სახლში როგორ ართმევს ხელს, ხო, როცა ეს კონფლიქტი ფაქტობრივად დასრულებულად ითვლება, ხო, მიუხედავად მტკივნეული შედეგებისა სომხეთისთვის. რა რჩება მართლა 2006 წლის წინანდელი საქართველოსთვის გამოყენებული აკრძალვა მინერალურ წყლებზე და ესეთი წვრილმანები, თუ აქვს რუსეთს სხვა ბერკეტები, რომ ეს სწრაფვა და თვითგამორკვევის პროცესი დაუმუხრუჭოს. ნუ აქ სხვადასხვა ინსტრუმენტები არსებობს, მოდით გავიხსენოთ რა გააკეთეს 2006 წელს საქართველოში, ანუ 20 წლით ადრე ეს იყო ეთნიკურად ქართული მოსახლეობის მასიური გამოძიება რუსეთის ფედერაციიდან, ეს ბერკეტი რა თქმა უნდა რჩება, ასევე ეკონომიკური კავშირების სრული გაწყვეტა, როდესაც საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად მიბმული იყო რუსეთის ფედერაციაზე, ასევე ენერგორესურსებით მანიპულირება. ცივი ზამთარი. ჩვენ მეტნაკლებად შევძელით როგორც დივერსიფიცირება, ასევე ენერგო დამოკიდებულების გაქარწყლება ამ კუთხით, ამაში ძალზე დიდი დახმარება აღმოგვიჩინა აზერბაიჯანმა და ჩვენ ეს არ უნდა დავიწყოთ, ბუნებრივია. ვნახოთ ეს მექანიზმები როგორ იმუშავებს სომხეთის შემთხვევაში. მე რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანთან აქტიური ურთიერთობა მიმდინარეობს, რომ ენერგომატარებლებით არ იყოს შეზღუდული სომხეთი, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თუ როგორ გააგრძელოს ფუნქციონირება სომხეთის ატომურმა ელექტროსადგურმა და აქ როგორც ამერიკის, ასევე ევროპელი ქვეყნების საკმაოდ დამაიმედებელი განცხადებები გაკეთდა, რომ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ამ
საკითხს მეტიც მაგალითად ვენსის ვიზიტის დროს დაფიქსირდა, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით საკმაოდ წარმატებული შეიძლება იყოს სომხეთის თანამშრომლობა, კერძოდ მცირე უსაფრთხო ატომური ელექტროსადგურების დანერგვის კუთხით, ესეც ახალი გადადგმული ნაბიჯი არის. სომხეთი ემზადება ამ პრობლემების გადაწყვეტაში და ნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება. ერთი ფაქტი არის, რომ დაუშვათ 2008 წლის ომისგან განსხვავებით სომხეთს არ აქვს საერთო საზღვარი და მე ვფიქრობ, აქ უკვე ყურადღება რომ მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ თვითონ რუსეთი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია უკრაინასთან ომში, რომ დღეს მას ძალიან მწირი რესურსი აქვს სამხედრო კუთხით ჩაერიოს სომხეთის უსაფრთხოებაში, თუმცა კვლავ რჩება პრო-რუსული ძალები, აქ იგულისხმება პოლიტიკური ძალები, ოლიგარქიული მექანიზმები, რითაც რუსეთმა შეიძლება ამოქმედოს თავის ბერკეტი, აქ სწორედ საზოგადოების სიმტკიცემ უნდა გადაწყვიტოს და ერთიანობა, თუ როგორ შეძლებს ამ პრობლემატიკის გადაწყვეტას, შეხვედრას და ესეთ პოზიტიურ დინამიკაში გადაყვანას. ეს ყველაფერი ალბათ გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყდება არჩევნების შედეგებით, ხო? ერთ-ერთი მიმასწავლებელი იქნება რა უნდა საზოგადოებას, ხოლო ბუნებრივია ეს ბერკეტები შეიძლება ამოქმედდეს არჩევნების შემდეგ, თუ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა დარჩება ხელისუფლებაში და დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ დარჩება, რა თქმა უნდა, ეს ბერკეტები შეიძლება ამოქმედდეს. სწორედ ეხლა ამ ეტაპზე არჩევნებამდე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ესეთი face saving-ი, რომ დავარქვათ სახის შენარჩუნების გარდა იქ წყლის აკრძალვისა და შეიძლება რამდენიმე ათასეული სომეხი გამოაძევონ დეპორტაციის სახით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, იმის გარდა რუსეთსაც არ აწყობს სხვა შემთხვევაში დარტყმის ქვეშ დააყენებს ისევე პრორუსულ ძალებს, რომლებსაც იმედი აქვს, რომ გარკვეულ პროცენტებს ააგროვებენ სომხეთის მოსახლეობაში. ეს გამოცნობანა ბოლოში მინდოდა, მაგრამ მოდი პარემ ვიმარჩიელოთ. რამდენად შეიძლება ეს დიდი თავყრილობა სომხეთში, რასაც ახლა ვუყურებთ ერევანში, ფაშინიანის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ კარტად ჩაითვალოს, ხო? ვის გააბრაზებს და ვის მოსაზრებებს დაუბრუნდეთ. მთავარი კარტი არის ისტორიული სომხეთი versus თანამედროვე და მომავალი სომხეთი. ამას ირჩევს მოსახლეობა, სომხეთის საზოგადოება. ეს ვიზიტი და ეს მასიური ღონისძიება, რაც ბუნებრივია, აჩვენებს ფაშინიანის კონკრეტულ მექანიზმს, თუ როგორ აპირებს აი ამ მომავლის სომხეთის აღშენებლობას, რა თქმა უნდა, მისი მხარდამჭერი იქნება, ბუნებრივია, მაგრამ არა მარტო ამ ესე ვთქვათ იდეაზე არის ამ ღონისძიებაზე არის იქნება დაფუძნებული საზოგადოების გადაწყვეტილება. აქ სავსებით ლეგიტიმური იქნება საზოგადოების ნაწილში ის აზრი, რომ მსგავსი თავყრილობით ჩვენ ხო უფრო აღიზიანებთ რუსეთს, ხო ეს რუსეთის გაღიზიანების ძველი. აქ არის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი. თუ სომხეთი შეძლებს მშვიდობიანად დაშორდეს ერთგვარად რუსეთს, ეს იქნება სამაგალითო გლობალურად ალბათ, მაგრამ პირველ რიგში ჩვენს რეგიონში. საკმაოდ რთული იქნება მშვიდობის ნარატივის შემდგომი გაგრძელება თუნდაც საქართველოს ხელისუფლებისათვის, თუ ფაშინიანის ეს ნაბიჯი წარმატებული იქნა და იმედი უნდა ვექონიოთ, რომ წარმატებული იქნება. ეს ნაბიჯი წარმატებულად არჩევნების მერე შეგვიძლია გამოვაცხადოთ? ეს ნაბიჯი წარმატებული იქნება უფრო გრძელ ვადაში, როდესაც ნამდვილად ჩატარდება ის რეფორმები, რაც უნდა განხორციელდეს იმ პრინციპების მიხედვით, რასაც ევროკავშირი ემსახურება. აქ მოკლე ვადაში, რა თქმა უნდა, ეს დიდი წარმატება იქნება ფაშინიანი, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ წინასწარი მხარდაჭერის გამოხატვა იმისა, რომ რაც მან უნდა განახორციელოს. აი ერთგვარი ავანსად მიღებული მხარდაჭერა, ბუნებრივია, ეს არ უნდა გახდეს საბაბი იმისა, რომ რაღაც გადაუხვიოს დემოკრატიული პრინციპებისა, კანონის უზენაესობისა და ასე შემდეგ. სწორედ შემდგომი ეტაპი იქნება გადამწყვეტი სომხეთის მომავლისათვის.
და სომხეთის მომავლისთვის ალბათ მნიშვნელოვანი იქნება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, რომელიც ეხლა მშვიდობიანობის პირობებში როგორი ფორმა ექნება, პრინციპში ახლა იზერწება, ხო? ესეც დღეს არის ორშაბათი, როცა ამ ინტერვიუს წერთ და დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩართვით მონაწილეობდა ამ სამიტში. ფაშინიანმა თქვა, რომ იმედი აქვს 28 წელს, როცა ბაქოში გაიმართება, იგივე შეხვედრა თვითონ ფიზიკურად მიიღებს მონაწილეობას. ეს რაღაცა დაფიქსირება იმის, რომ აღარ ვართ მტრები, მე მგონი არ ტოვებენ ხო შესაძლებლობას, რომ ხაზი გაუსვან ამას, რომ მოვაგვარეთ ჩვენი აწლობით მტკივნეული წლების განმავლობაში მტკივნეული კონფლიქტი. ამ შემთხვევაშიც ერთად შეეცდებიან ამ მიზნების მიღწევას თუ აი თავთავის მოხაზულ გზებზე რაც თავში ვთქვით, რომ ორივეს თავთავისი პრიორიტეტები აქვს. თქმა უნდა, ორი ქვეყანა სხვადასხვა პრიორიტეტია, მაგრამ ხდება თანხვედრა აზერბაიჯანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ნახიჩევანთან პირდაპირ სარკინიგზო კავშირი, აზერბაიჯანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ საქართველოსთვის საქართველოზე უკაცრავად თურქეთთან პირდაპირ სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ამდენად აქ თანხვედრა არის და ორივე ქვეყანას საერთო ინტერესი გააჩნია. უნებრივია ერთგვარი ნდობის აღდგენის კუთხით აქ მთელი პროცესები არის გასავლები, გამოწვევები არის. ერთ-ერთი მათგანი არის მაგალითად სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და შემდგომში უკვე დემარკაცია, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ორმხრივი ნდობის კუთხით. აქ ბუნებრივია გაჩნდება ფაქტორი იმის დამიხედვით, თუ როგორ გამეთარდება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები, რამდენად გაიხსნება ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისადმი და ფაშინიანის მზაობა ამ კუთხით ძალზე გასახარია და მისაბაძე არის. ყოველ შემთხვევაში პრობლემები არის, ნამდვილად სხვა თუ არაფერი 30 წელზე მეტი ხნის კონფლიქტი არის და აქ ადამიანური ტკივილი არის, აქ არის დაღუპულები, აქ არიან ტოლვილები, არიან დღეს ციხეში მყოფი ადამიანები, ბუნებრივია ამას ყველაფერს გადალახვა ჭირდება, მაგრამ ეს პრობლემები გადაწყვეტადი არის თუ საერთო ინტერესებში თანხვედრა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მათ განახორციელებს ერთობლივი პროექტები. ხო, მე აი რაღაცნაირად იმის დანახვა მინდა აზერბაიჯანი, რომელიც დემოკრატიისკენ სწრაფვით ვერ დაიკვახნის, მაგრამ თავის მხრივ წყობრია იმ პოლიტიკაში, რასაც აწარმოებს. რამდენად იქნება მხარდამჭერი სომხეთის ახალი სახელმწიფოს იდეის, რომელიც აი სწორედ დემოკრატიის გაძლიერებასა და ეკონომიკური სიძლიერის ბერკეტების მოპოვებაზე იქნება ორიენტირებული. მე ვფიქრობ, როდესაც საქართველოს დემოკრატიის შუქურად იყო გამოცხადებული ჩვენს რეგიონში, ეს არ უჩლიდა ხელს ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა განევითარებინა. ეს მეტყველი არის, ისტორიული მაგალითი არის და ხელს არ უშლიდა მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებს, მეტიც პრინციპში სამაგალითო იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, თუ არ ჩავთვლით რაღაც გარკვეულ პრობლემატიკას, გადახვევებს, რომელიც უფრო 2012 წლის შემდეგ წამოვიდა ესე ვთქვათ ზედაპირზე ვიდრე იქამდე იყო. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ეს შესაძლებელი არის. ასევე ვიმეორებ, სომხეთს კიდე გადასაწყვეტი აქვს თავის საგარეო პოლიტიკა, ხო? იგი როგორც დღეს ვხედავთ, არ ცდილობს მხოლოდ ევროპის მიმართულებით გაძლიერებას, მას კარგი ურთიერთობა გააჩნია მიუხედავად დღეს რთული ვითარებისა ირანის ხელისუფლებასთან. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ხელისუფლებასთან ირანში სომხეთი შეძლებს კარგ ურთიერთობების დამყარებას. მან სამხედრო თანამშრომლობა განავითარა ინდოეთთან, ესეც შორსდგომ ქვეყანასთან. ამით აჩვენებს რა, იგი არ არის მხოლოდ რუსეთის შეიარაღებაზე ან უსაფრთხოებაზე დამოკიდებული და ამ კუთხით მოსალოდნელია. საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გააფორმა სომხეთთან ინდოეთთან და თუ ეს თანამშრომლობა შემდგომში გაღვივდა, აქ ჩნდება ეს მრავალვექტურულობა, ანუ საგარეო პრიორიტეტები შემდგომში დაალაგდება, დღეს მთავარი არის იმ დემოკრატიული აღშენებლობა, რაც ქვეყანაში უნდა მოხდეს. ამდენად დემოკრატიული აღშენებლობა არ ეწინააღმდეგება აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებს, ჩემი აზრით, ამის მაგალითი იყო საქართველოს, თუნდაც როგორც ვთქვი და ისედაც დემოკრატიული ქვეყანა უფრო ღია არის, უფრო პროგნოზირებადი არის და უფრო სანდო არის თავის ქმედებებში. ვიდრე დაუშვათ რუსეთის სატელიტი, რომელიც
წლების განმავლობაში პრინციპში გარკვეულ დესტრუქციულ პოზიციებსაც იკავებდა ხშირ შემთხვევაში აზერბაიჯანთან ურთიერთობებში. და რა მოხდება მაშინ თუ ფაშინიანი წააგებს არჩევნებს? თუ ფაშინიანი წააგებს და მოხდება ისევ პრორუსული ძალების მოსვლა, მე ვფიქრობ არაფერი არ შეიცვლება. რა არის რუსეთი დღეს? დღეს არის კრიზისული ქვეყანა, რომელსაც მიმდინარე ომი გააჩნია, რომელიც ერთგვარად თავისი შიდა პრობლემების მოგვარების შესაძლებლობად ხდის და გახადა უკვე და მომავალშიც გახდის მხოლოდ მეზობლებთან დაძაბვას. ამდენად ვერაფერს პერსპექტიულს იმ კუთხით, რომ სოხმეთი განვითარებას დაიწყებს, მე ვერ ვხედავ, მეტიც ის რაღაცა ვითომ ინვესტიციები ან არალეგალური ფულის მოძრაობა, ან ასე შემდეგ არალეგალური ვაჭრობა, ალბათ უფრო მოიმატებს ისევ ეს გარკვეული ჯგუფის, ოლიგარქების ჯგუფის გასამდიდრებლად, სწორედ ეს არის მთავარი წამგებიანი მომენტი ისეთი პრორუსული ოდიოზი ფიგურებისა, როგორც არის რობერტ ქორჩარიანი, რომელიც დაახლოებული არის პრეზიდენტ პუტინთან, სამվել კარაპეტიანი, რომელმაც რუსეთში იშოვა თავისი ძირითადი სიმდიდრე. შესაბამისად, აი ეს კომპონენტი უკვე გაიარა სომხეთის საზოგადოებამ ეს მომენტი და მას არ ამგონია სურვილი ქონდეს იმ სინამდვილეში დაბრუნდეს, რაც უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მას ჰქონდა ამდენი წლის განმავლობაში. ამ ძალისხმევას არ ჩაყრის წყალში ესეთი მოლოდინი გაქვთ თქვენ? სახელმწიფოს ძალისხმევას. კვლავ გადაუწყვეტელის საზოგადოების გადაუწყვეტელი ნაწილი საკმაოდ დიდი არის, სხვადასხვა მონაცემები არსებობს და მე მიჭირს შევაფასო მათი სიზუსტე ბუნებრივია ზოგიერთ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა სინამდვილეში დამკვეთზეც არის დამოკიდებული. ზოგი ციფრი ასახელებს, რომ დაახლოებით 30% არის გადაუწყვეტი თუ ვის მისცემს ხმას. აქედან ვარაუდია, რომ 15% ანუ ნახევარი მაინც მხარს უჭერს ფაშინიანს. თავარია ყველა მივიდეს არჩევნებზე და როგორც დემოკრატიული პროცესი საზოგადოება უნდა ერჩიოს თავისი მომავალი. გადმოვიდეთ დემოკრატიის შუქურაზე. საქართველოს ატარებდა ამ სტატუსს ამაყად გარკვეული წლების განმავლობაში, თუმცა უფრო და უფრო იშვიათად ისმის საქართველოსთან ეს ეპითეტი. სტრატეგიული მოკავშირეობაც კი პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეწყვეტილი გვაქვს, კანდიდატის სტატუსით აროს ეგვიდევს ევროკავშირისგან მიღებული და მიუხედავად იმისა, რომ რაც თავში თქვი საქართველოს პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის სახით ეს პრინციპში მაღალი წარმომადგენლობა მონაწილეობა და აქ სად არის საქართველოს რეგიონულ თამაშებში? ესე გულუბრყვილოდ ვიკითხავ. საქართველოს დღეს იმყოფება დეკლარირებულ მშვიდობაში, იმიტომ რომ ამ მშვიდობაში ვიმყოფებით ჩვენ ეს მრავალ ექსპერტ შორის კითხვის ნიშნის ქვეშ იყენებს. მოდით ესე ცალსახად პოზიტიურად ვიტყვით, რომ სტატუსი თაროზე არის შემოდებული, არ არის ის შენახული, ჩვენ ბევრი რამე უნდა დავამტკიცოთ იმისთვის, რომ ეს სტატუსი დაგვიბრუნდეს და არ გველოდება მოკლედ ეს სტატუსი ჩვენ უკვე არა, სრულიად პესიმისტურად თქვი ეს არა ოპტიმისტურად. ანუ არა მარტო შემოდებული არის, არამედ შეიძლება ითქვა საკმაოდ უკან წასულებით სავარ და ამ ფაქტს ჩვენ ყურადღება უნდა გაუსწოროთ. საინტერესო არის, რომ ჩვენი უმაღლეს დონეზე ხელისუფლება წარმოდგენილი იყო ერევანში. მეტიც იქ ერთგვარი ინტერაქცია გაიმართა უკრაინის პრეზიდენტთან ზელენსკისთან. საინტერესო ეპიტეტებით შემკული თითქოს უკრაინის ინიციატივით მოხდა შეხვედრა, თუმცა კადრში მხოლოდ ერევანში საუბარი შეეხო, ესეც საოცარი არის თუ მარტო ეს შეხვედრა თუ გაიმართა და არა სხვა ოთახში. მაინტერესებს საგარეო უწყებაში ვინ წერს ამ განცხადებებს და ვინ აქვეყნებს ეგეთ მოდით ფრთხილად რო ვთქვათ დეზინფორმაციას. მე ვისარგებლებ ხა ამ შემთხვევით, როგორც გამოცდილ დიპლომატს კითხავთ, აი ერევანში შეხვედრა, კიბის თავთან დახვედრა, მოსახლეობის ხელის ჩამორთმევა ითვლება თუ არა შეხვედრად? არ ითვლება, მე არ მსმენია რომ მსგავსი შეხვედრის სტატუსი მოსცეს და მით უმეტეს რომ აქ ნათქვამი იყო თითქოს უკრაინის, ყოველ შემთხვევაში მე რაც ვნახე სოციალურ ქსელში, თითქოს უკრაინის მხარის ინიციატივით
ანუ ზელენსკიმ პირველმა გაუწოდა ხელი თუ აი რა შეიგულისხმება ინიციატივა. ხო ვერ შეთანხმებოდნენ, იმედია იმ დონემზე არ დავიდა ჩვენი დიპლომატიური სამსახური, რომ შეხვედრა შეათანხმეს დერეფანში და ვერ მოიძიეს მეგობარ სომხეთში, თუნდაც ცალკე ოთახი. აქ დღის წესრიგი საკმაოდ მწირი არის და უბრალოდ ქუჩაში ორი ადამიანი შეხვდება, იმ დონეზე გამოლაპარაკებას უფრო გავს, ვიდრე რაღაც სრულ შეხვედრას და ამას რო შენ შეხვედრად მონათლავ, ეს უკვე საკმაოდ წამგებიანი არის შენი ხელისუფლებისათვის. ეჭვის ქვეშ აყენებ მთლიანობაში, რომ საერთოდ რამე გაქვს სალაპარაკო უკრაინასთან და ეს ძალზე სამწუხაროა. და რა აქვს დღეს საქართველოს უკრაინასთან სალაპარაკო? იმ ყველაფრის მერე რაც უკვე ილაპარაკა უკრაინაზე? არ ვიცი, შეიძლება ერთმანეთი მოიკითხონ, ან შეიძლება უკითხოთ, გამოუშვებენ თუ არა დანიშნულ უკრაინის ელჩს საქართველოში ახლო მომავალში. ან როგორ ახარ, როგორ მიდის საქმეები ფრონტზე. რაღაც ესე დონეზე ალბათ მე ხა არა ვარ აქტიური დიპლომატი, ბუნებრივია და შეიძლება რაღაც დეტალებს ვერ ფლობდე, მაგრამ ნორმალური სერიოზულ დღის წესრიგს არ შეეფერება. მაგრამ ეს არის დერეფნის კითხვები, ხო? როგორ ახალ ხო რა თქმა უნდა. ელჩს აპირებს ეს დერეფნის კითხვა, მაგრამ ეს არ გულისხმობს სრულფასოვან შეხვედრას, რასაც ქვია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება და საკმაოდ რთულად წარმოსადგენია ამ ორ ქვეყანას შორის შეხვედრა, მეგულისხმობ ჩვენ ქვეყანას და უკრაინას, როდესაც უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ ნეგატიური პათოსით და ზოგჯერ ღიმილით ამტკიცებენ, რომ უკრაინა რთულ ვითარებაში ჩააგდო თავისი მოსახლეობა. ჩაიყენა თავი. თავის თავს დააბრალოს, ხო? თავის თავს უნდა დააბრალოს. და აი იქამდე მივიდეთ, ხო და ეს შემოჭრითი კითხვით შემოვალ კიდე ერთით, იდეალურ სამყაროში არა, მაგრამ წესიერ ვითარებაში, ნორმალურ დიპლომატიურ ურთიერთობაში, როცა მეზობელ ქვეყანაში ესეთი შანსი გაქვს, რაზე შეიძლებოდა ელაპარაკათ გამართული დიპლომატიური სტრუქტურებით და საგარეო კავშირებით საქართველოს და უკრაინას. ნორმალურ ვითარებაში მე ვფიქრობ ორივე ქვეყანას, ისევე როგორც სომხეთს, ისევე არა დერეფანში, არამედ ოთახში, ხო? ჩვენ გვაქვს საკმაოდ მსგავსი საფრთხეები და რისკები, როგორც უსაფრთხოების, ისევე სხვა ეკონომიკური განვითარების და ასე შემდეგ. აქ ამ კუთხეში ერთიანობა დღეს ნამდვილად მომგებიანი იქნებოდა საქართველოსთვის. ბუნებრივია ჩვენ რაღაც კოორდინაციაში უნდა ვიყოთ გარკვეული ქმედებების საგარეო კუთხით და სწორედ აი ამ დღის წესრიგზე შეიძლებოდა საუბარი. მოდით ხა ძალზე ოპტიმისტურად მე ვერ ვიქნები, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პროცესები მიდის უკრაინაში და რუსეთიც გაურკვეველია რას მოიმოქმედებს ან უკრაინაში შემდგომ ეტაპზე ან სომხეთში, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ 5 წლის წინ ალბათ ვერანაირ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს შესთავაზებდნენ კანდიდატის სტატუსის ქვეყანას, ისევე როგორც უკრაინას, რომელიც კონფლიქტში იმყოფებოდა რუსეთთან. ისევე როგორც ევროკავშირის სამიტის გამართვა სომხეთთან ვერანაირ წარმოიდგენდა 5 წლის წინ. ანუ დღეს თანხwebdriver ხდება ისეთი გარემოებების, რომ იხსნება წარმოუდგენელი ფანჯარა ამ ქვეყნების განვითარებისთვის და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის. ნორმალურ ვითარებაში ბუნებრივია ჩვენი ქმედებები საგარეო ასპარეზზე ევროკავშირთან მიმართებაში, როგორც სომხეთთან, ისევე უკრაინასთან, ისევე მოლდოვასთან კოორდინირებული უნდა იყოს და ერთი ხმით უნდა ვსაუბრობდეთ, რათა ვაჩვენოთ ჩვენი რეგიონის ერთიანობა და დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობა ევროპელი პარტნიორების მიმართ. სამწუხაროდ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარება და ეს დღეს ეს რიგი არ არის აქტუალური. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დაუშვათ უკრაინასთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, დღეს ჩვენ ვერ ვისაუბრებთ პოლიტიკური დღის წესრიგის თანხwebdriverაზე და ეს ძალზე სამწუხარო არის. შავი ზღვის უსაფრთხოებაზე რამე პრაგმატულ რამეებზე შეგვიძლია ვისაუბროთ? როგორ უნდა ვისაუბროთ შავი ზღვის პრაგმატულ ვითარებაზე, როდესაც მაგალითად რამე დარჩა ესეთი, რაზეც შეგვიძლია ლაპარაკი? რეალურად სალაპარაკო უამრავი არის, იმიტომ რომ ჩვენი სანაპირო ზოლი საკმაოდ დაუცველი არის, უკრაინამ კიდე მოახერხა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით თავისი სანაპირო ზოლის უსაფრთხოება,
მტრულად ომში მყოფი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ესეთი თავდაცვა პრაქტიკულად არ გაგვაჩნია. პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს შემდგომში მომავალში საკითხი თანამშრომლობის, ურთიერთთანამშრომლობის. შემდეგ ერთობლივად ევროპელებისათვის, ნატოსთვის ან ევროკავშირისათვის იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება საიმედო იქნება, როდესაც ეს ქვეყნები გაერთიანდებიან ერთი ფოლგის ქვეშ და შეასრულებენ იმ თანამშრომლობის მოთხოვნებს, რაც ევროკავშირს გააჩნია, ესეც მეორე ეტაპი არის, ანუ აქ იგულისხმება გავრცელებლობა, არალეგალური ნაოსნობა და ასე შემდეგ. ესეც ძალზე გადმმნიშვნელოვანი იქნებოდა თანამშრომლობისათვის, ანუ ეგრეთ წოდებული Black Sea Security Dimension-ის აქტუალიზაცია, პრინციპში ჩამქრალი არის მის მიმართ დღეს ურთიერთობები, თუმცა ყველა თანხდება, რომ რუსეთის ფედერაციის ერთგვარი ჰეგემონობა შავ ზღვაზე დამაქცეველი იქნება ამ რეგიონის უსაფრთხოებისათვის. ეს სწორედ ის საკითხები, რაზეც შეიძლება საუბარი, პლუს ჩვენ მოდით ისე სომხეთს ვახსენებდა კერძოდ ამ ტრამპის მხარდაჭერილ პროექტს ეს დერეფანს ზოგს ხშირად წარმოუდგენია თითქოს ერთგვარი კონკურენცია საქართველოს მარშრუტთან. მე ჩემს პერსონალს გამოვხატავდა ამაში საკმაოდ დაჯერებული ვარ მე პირადად, რომ პირველ რიგში ეს ხელშემწყობი იქნება საქართველოსთვის, თუნდაც ორი მიმართულებით, როგორც მინიმუმ ვთქვა, პირველ რიგში ეს რომ სამხრეთ კავკასია ხდება უკვე სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით უფრო აქტიური მონაწილე ამ ურთიერთდაკავშირებულობის, ანუ connectivity-ის, რაც მეტ ყურადღებას გადმოიტანს სამხრეთ კავკასიაზე, როგორც ევროპიდან, ასე აღმოსავლეთ ქვეყნებიდან. ანუ რაც მეტი გზა იქნება, მეტ უფრო მეტი გამტარიანობა იქნება, მეტ უფრო მომგებიანი იქნება სხვა ქვეყნების ინტერესი ამ მიმართულებით, ამ გზით, ამ მარშრუტით. შესაბამისად, ეს უკვე მომგებიანი არის საქართველოსთვის. და მეორე, როდესაც საქართველოს ეგრევე მონოპოლისტი იყო ბრწყალებში ჩავსვათ, მოდით ამ დამაკავშირებელი გზის თუნდაც კასპიიდან შავ ზღვამდე ან თურქეთამდე ერთგვარად ჩვენ ვიყავით უფრო მოწყვლადი, ანუ მეტი პროვოკაციის საშუალებას ან სურვილს იძენდა საქართველოს რუსეთის მხრიდან, როცა იქნება ორი ალტერნატიული გზა, ანუ მთლიანად ამ ალტერნატივას ვერ ამოძირკვავს ვერც ერთი მოწინააღმდეგე, ჩვენ ესე იგი ნაკლები საფრთხე გვექნება როგორც უსაფრთხოების არქიტექტურის კუთხით. მაგრამ უფრო მარტივად გადასაყლაპი ლუკმა არ ვიქნებით? უფრო მარტივად გადასაყლაპი ლუკმა ვიქნებით, როცა მარტო ვიქნებით და ერთადერთი ალტერნატივა ისიც არასრულფასოვანი, მოდით ესე ვთქვათ, თუნდაც რომ ახსენოთ ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა, რომელიც არაერთხელ გაიხსნა, მაგრამ ჯერ კიდევ სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს. ხო, მაგრამ ეს მარტოობა არ არის უკვე თვალშისაცემი? მარტო ვიყავით, უფრო მოწყვლადი ვიყავით. არა, ეხაც ხო მარტო გამოვიყურებით, თუ არა? მე ვფიქრობ, აქ ჯერ კიდევ გვაქვს გზა იქამდე სანამ მარტოობა. კომპონენტი, მოდით ესე ვთქვათ, ტრამპის გზა აბსოლუტურად არ იყო რაღაც ფასეულობებზე დაყრდნობილი, ეს არის წმინდა ეკონომიკური პროექტი და ამ ეკონომიკურ პროექტს მოყვებოდა ის პროექტები, რაც ამერიკას სურს განახორციელოს სომხეთში. ეს იქნება მცირე ატომური სადგურები, ეს იქნება ინვესტიციები ტექნოლოგიური ჩიპების წარმოებაში თუ რაღაცა სხვა ინვიდეოს კუთხით გულისხმობ აქ. ანალოგიურად საქართველოსთანაც რაციონალური ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს, მაგრამ როგორც მინიმუმ ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ ევროპელები ჩვენ ომში გვითრევენ ან რაღაც ნეგატიური, ყოველდღიური ნეგატიური პოლემიკა არ უნდა გქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თუ როგორ ჩაგრავენ და ჩვენს ეროვნულობას და ისტორიას გვართმევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ გამოვა ბუნებრივია. ხო, მაგრამ ახლა პრინციპში არ ჩანს ჰორიზონტზე რამე სხვა ნარატივი, რომელიც ამას ჩაანაცვლებს, ან ამაზე მოქმედ ხელისუფლებას უარსათქმევინებს, რომ შეგვითრევენ და მშვიდობა უზრუნველყოფილია ამ ქვეყანაში, არა?
ვთქვათ, არაფერი არ მიანიშნებს, რომ შეიძლება ეს შეიცვალოს. მოდით ეს დავიტოვოთ შემდგომი ეტაპისათვის. დღეს ფაქტი არის, რომ რუსეთი ძალიან რთულ ვითარებაში არის. დღეს რუსეთთან ეს თქვარი კვლავ გაგრძელება ნორმალიზების, როდესაც თვითონ ჩამოშლის პირას თუ არა დიდი გარდაქმნების პირას არის, მე ვფიქრობ, იქნება რაღაც ძალიან უხეშად ვთქვათ, სირაქლემის პოზიციაში ჩადგომა, როდესაც შენ ვექტორს ვერ აცვლი და ვერ ახერხებ ერთგვარად კომუნიკაციას სხვა პარტნიორებთან. აი ეს ხმამაღლა დაგეგმილი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის მეტყველი არის, რომელსაც მაისში ველოდებით, მეტყველი არის, რომ მთავრობაში გარკვეული სპექტრი მაინც იმედოვნებს, რომ თუ არ მუშაობს აქტიურად იმ კუთხით, რომ ნორმალიზება მოხდეს. რამდენად წარმატებული იქნება ჩემი აზრით, აბსოლუტურად სხვა ფაქტორებზე არის დამოკიდებული, მაგრამ ცდილობა რომ ესეთი არის და სურვილი რომ არის ნორმალიზების, ერთ-ერთი საშუალება ამისი არის ეკონომიკური პროექტები, ეს ფაქტი არის. რაზეა თქვენი აზრით დამოკიდებული ამის წარმატება? სრულიად სხვა ფაქტორები რა არის, რაზეც დამოკიდებული? კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პროექტები, ანაკლიის სპორტი, მაგრამ აქ ანაკლიის სპორტი რო ამოქმედეს პირველ რიგში ანუ ვაჭრობა არის ორმხრივი, ხო, თქვა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ორივე მხარესთან კარგად უნდა იყოს. შენ არ შეიძლება შენ დასავლეთს დაუშვათ შეამკო რაღაც ნეგატიური ეპიტეტები და იმედი გქონდეს, რომ ის თავის ტვირთებს გაატარებს შენს ტერიტორიაზე. ანუ თუნდაც ეს ეკონომიკური ან ტიპის მსგავსი გზის გაშვება უნდა ეყნობოდეს ასევე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებისა, ასევე აზიის ქვეყნებისა, ხო? აი ამ ბალანსს რამდენად დავიჭერთ, რამდენად შევძლებთ ჩვენ თავში გარდატეხა შევიტანოთ და არ ვილაპარაკოთ რაღაც ისტორიულ მემკვიდრეობაზე მხოლოდ და მომავალზე ვიყუროთ. ისევე როგორც სომხეთმა გადალახა ამ ომში დამარცხების შემდეგ, ძალზე რთული არის ბუნებრივი საზოგადოებისათვის 30 წელი ყარაბაღი გაიგივებული იყო სომხეთის ტერიტორიასთან, მაგრამ ამ დამარცხების შემდეგ დღეს საზოგადოება მაინც მომავლისკენ იყურება. ჩვენ თუ შევძელით მსგავსი მიდგომის გავრცობა, ბუნებრივია მომავალიც ჩვენსკენ პოზიტიურად შემოტრიალდება. რა დააბრუნებს მაგალითად დიპლომატიაში მზერას მომავლისკენ? იზოლებითი ნაბიჯები ისევე ქვეყნის საკეთილდღეოდ, თავის საკეთილდღეოდ, ეკონომიკური პროექტები ყველას ინტერესებში არის. როგორ განახორციელო ის, კარგი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ვერაფერი ვერ მოხდება. ანუ თქვენ ეს რო გავამარტივო ეს იზოლაცია versus თანამშრომლობა. შენ თუ იზოლაციას ირჩევ, მით უმეტეს, როდესაც მიბმული ხარ მხოლოდ გრევაში თუ არა გარდაქმნაში მყოფი რუსეთთან, ალბათ შენც მოყვები ამ ნანგრევებში. აი ეხლა ჩვენ მე მგონი ვტოვებთ იზოლაციაში მყოფი ქვეყნის შტაბ-ბიჭდილებას, ხო, ამ პოლიტიკით. სრული უფლება გაქვს ეს. ხო, ვთქვათ, რომ ესეა. და გამოსავალი აქედან შეიძლება იყოს მომავლისკენ რო გქონდეს ისევ მზერა, უკეთესი მომავლისკენ ეკონომიკური პროექტები, რომელშიც შეიძლება ამერიკის ინტერესიც იყოს. სავსები დასაშვებია, კი ბატონო. და შეიძლება ეს მოახლოებული შეხვედრები, რომელიც არც ისე მაღალი რანგისაა, როგორც ხელისუფლება ამაში დარწმუნებას ცდილობს საზოგადოების, თუმცა არც ისე დაბალი რანგის რო უნიშნელო იყოს, შეიძლება ამ ეკონომიკური პროექტების მოსათელი სამუშაო იყოს? მოდით ეს ერთ-ერთი მიმართულება არის, თუმცა იქ თუ გავიხსენებთ დღეს შეწყვეტილ სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც ჩარტერი ჰქონდა, დღეს ეს არ მოქმედებს და არანაირი შეხვედრები არ ტარდება, იქ 4 ქვეჯგუფი იყო, რომელიც სხვადასხვა საკითხებზე მუშაობდა, ყველა მიმართულებას ჭირდება გააქტიურება. ამის გარეშე მხოლოდ ეკონომიკურ პროექტებზე ვერ იქნება. ეკონომიკა უსაფრთხოება? ეკონომიკა უსაფრთხოება, ჰუმანიტარული საკითხები იყო, თავდაცვის რეფორმები და ასე შემდეგ. ანუ შენ ძლიერი იქნები, როცა ამ ყველა მიმართულებას ამოქმედებ და შეთანხმებას მოახერხებ ამ მიმართულებებით. ანუ ეს არ არის მხოლოდ ამ ჩარტერის შემადგენელი ნაწილი, ზოგადად პრინციპი დიპლომატიური ორმხრივი ურთიერთობების ესე ვითარდება. უბრალოდ გამოყოფილი იყო, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, რომ ეს ავამოქმედოთ, ბუნებრივია მეტი ინტერესი გაჩნდება ჩვენსკენ და მათ შორის ეკონომიკური პროექტები ერთ-ერთი მიმართულება იქნება სტაბილურობისათვის.
და რუსეთი, რომელიც თქვენი აღწერით, არც ისე კარგ მდგომარეობაშია. შეიძლება მან როცა ხედავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი გავლენები კლების რისკის ქვეშ არის, კუდი სწორედ საქართველოზე მოიქნიოს იმ არგუმენტით, რომ ყველაზე სუსტია ამ დროისთვის, ოდესღაც დემოკრატიის შუქურად მიჩნეული ქვეყანა. ესეც მართლობის რანგია მე მგონი, მაგრამ ხო, გამოვთქვათ აბა მოსაზრება. ჯერ რატომ არის რუსეთი კრიზისში საომარმა მოქმედებებმა აჩვენა, როდესაც რუსეთი ითხოვს ხანმოკლე შესვენებას 9 მაისით, რომ გამართოს არასამხედრო აღლუმი, მაგრამ თუნდაც რაღაცა ღონისძიება, იმიტომ რომ ეს არის მისი მრავალი ტრადიციული კონსერვატიული ნარატივების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. თუნდაც 1 წლის წინ ძალიან ბევრი ლიდერი ეწვია მოსკოვს და გაიმართა ღონისძიებები ამ კუთხით. დღეს უკვე ეს საფრთხის ქვეშ არის და პუტინს უწევს თუნდაც ტრამპის შუადგომლობის მოთხოვნა, რომ უკრაინამ შეწყვიტოს ცეცხლი, თუნდაც აი ამ პერიოდში ხანმოკლედ. ეს უკვე ამის მეტყველი არის, მეორე ის რაც ხდება შავი ზღვის სანაპიროზე, გულისხმობ ტუაფსეს დაბომბვებს და სხვა სამხედრო ობიექტების დაბომბვებს, არა მარტო ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვებს და ის აქტიური პოლიტიკა, რასაც უკრაინა ატარებს თავისი პრეზიდენტის მეშვეობით და ბუნებრივად სხვა სახელმწიფო მოხელეების მეშვეობით. ეს მიასწავლებს, რომ ძალიან რთულ ვითარებაში არის. აქ აღარ მინდა ახლა ჩვენ რუსეთზე არ შევიკრიბეთ, მაგრამ გარკვეული წინააღმდეგობრივი რუსეთი ამ რეგიონში მნიშვნელოვანი განცხადებები ხდება იქ ერთგვარი FSB-ს შემადგენლობისა და თავდაცვის შემადგენლობის, მეორე მხრივ ტექნოკრატების შემადგენლობის შორის ეკონომიკური კრიზისის სახეზეა. ის თუ ერთგვარი 2022-სა და 23 წელში, 24 წელში ერთგვარი ეკონომიკური ზდაც კი აღინიშნებოდა, ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს თუნდაც იმ ინვესტიციების მიტოვებით, რაც უცხოელებმა დატოვეს იქ და სახელმწიფო მრეწველობის გაზი. ორი კომპონენტი იყო. პირველი ეს უცხოურმა ინვესტორმა თავის ქონება დატოვა და სახელმწიფო მოახდინა ნაციონალიზაცია და მეორე კომპონენტი იყო სამხედრო წარმოებაზე გარდაქმნა ამ მთელი საწარმოო პოტენციალის ინდუსტრიის. ეს იყო ძირითადი მამოძრავებელი ძალა, შესაბამისად დღეს უკვე ინვესტიციების ათვისებული არის, ისევე როგორც სამხედრო ინდუსტრია განიცდის გარკვეულ კრიზისს, როგორც ტექნოლოგიურად, ისევე შინაარსობრივად, შესაბამისად უკვე ეკონომიკამ ვარდნა აჩვენა, თუნდაც მარტ-აპრილში და ეს ძალზე შემაშფოთებელია. ტელევიზიაშიც კი გავიდა ის შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, სადაც მან მოითხოვა ეკონომიკის ამოძრავება, თუმცა როგორ უნდა ამოძრავოს, ნორმალურად არც არავის არ წარმოუდგენია. ეს მეტყველებს, რომ ბევრი ცვლილება იქნება რუსეთში, თუნდაც ამ კრიზისის გადასალახად, ამ მთლიანად ჩამოშლის კუთხით, არ ვიცი, ახლა რთული განსაჭვრეტია თუ რა მოხდება. მოხდება თუ არა საქართველოს მის ნანგრევებში, ჯერჯერობით ჩვენ არანაირი ისეთი ნაბიჯი არ გადაგვიდგია, რომ ესე ვთქვათ, გავხდეთ სამიზნე, იმიტომ რომ ყველანაირად ვცდილობთ არ გავაღეზიანოთ ეს ქვეყანა, თუმცა აქვე საინტერესო რეგიონში ვართ ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა. სამხედრო თვალსაზრისით რომ ავიღოთ ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი, შევადაროთ სომხეთის ბიუჯეტს და იგივე აზერბაიჯანის ბიუჯეტს, ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს, მეტიც ჩვენ ელემენტარულად საიდკე მივდივართ რა რეფორმას ვატარებთ, ნათელი დღეს არ არის, უბრალოდ რას ეყნობა ეს ჩემი ვარაუდი, ძალიან ელემენტარული არის სტრატეგიული დოკუმენტებიც კი არ გააჩნია თავდაცვის სექტორს თუ საით მივდივართ, მეტიც მოხდა 2022 წელი, მოხდა ტრამპის გაპრეზიდენტება, ევროპის კავშირთან გარკვეული პრობლემები შექმნა, ჩვენ საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც კი არ გაგვაჩნია ახალი, რომელიც რაღაცა სახით მაინც ასახავს იმ გამოძახილებს, რაც ჩვენს ქვეყანას
გააჩნია. თუ შენ არ იცი რა საფრთხეები გაქვს, მაშინ რა რეფორმები უნდა ჩაატარონ, საერთოდ უნდა წაიყვანო შენი ლოჯისტიკა, რომ თავდაცვა გააძლიერო. აქ არ არის მხოლოდ ბიუჯეტი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ არ არის მხოლოდ ბიუჯეტის პრობლემატიკა. საერთოდ არ ვიცი რა ვაშენებთ, ალბათ რომ ფაქტი არის, რომ ჩვენ საერთარებს არ ვაშენებთ, წინამდე შემთხვევაში რაღაც მოძრაობები მაინც უნდა იყოს, თუნდაც ამ მიმართულებით. ანუ ჩვენ ვართ ყველაზე მოწყვლადი, რუსეთი განიცდის კრიზისს, თუმცა დღეს უშუალოდ რაღაცა დაპირისპირებაში შეიძლება ეს არ გადავიდეს, თუმცა ჩვენი შორეულ პერსპექტივაში უსაფრთხოება მიბმული ამ რუსეთის კეთილგანწყობაზე ყოველთვის ცუდად სრულდებოდა. ყოველთვის ახლა აქტუალური არის ეს ნეიტრალიტეტის თემა, ერთგვარად როგორც გადარჩენის ელიქსირი, ძალიან სამწუხარო არის, რომ იქ ყოფილი დიპლომატებიც კი ჩართულები არიან ამ პროცესში. ალბათ ჩვენი ვრად იციან, რომ 90-იან წლებში ჩვენ არა მარტო ნეიტრალურები, არამედ დსთ-ში ვიყავით შესული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში, ჯერ 5 წლით, შემდეგ 25 წლით გაუფორმეთ სამხედრო ბაზების შეთანხმება რუსეთის ფედერაციას, ეკონომიკურად მთლიანად მიბმული ვიყავით ყველანაირად რუსეთის ფედერაციასთან და ამისგან მიუხედავად ხორციელდებოდა ჩვენი ტერიტორიების დაბომბვაც, ანუ აქ ნეიტრალიტეტზე კი არა მთლიანად ფაქტიურად მეკავშირე ქვეყანა ვიყავით და ამისგან მიუხედავად ჩვენი ტერიტორიების დაბომბვაც ხდებოდა, პროვოკაციებიც ხდებოდა, ეკონომიკური ბერკეტების სრული ამოქმედება, ცივი ზამთარიც და ის რო არაფერი აღარ ვთქვათ, საკვების არ ქონას. 90-იან წლებს ვსაუბრობ. ომი დაუშვათ მოხდა იქ დემოკრატიული პროცესების ვიღაცამ შეიძლება ესე თქვას, მე ხა მაგაშიც შეიძლება ხანძრის დავადიახ, მაგრამ 90-იან წლებში რაც ჩვენ სიახლოვე გაგვაჩნდა რუსეთის ფედერაციასთან, მით უმეტეს რომ იმ პერიოდში დაუშვათ რუსეთის ხელისუფლება არ იყო ისეთი აგრესიული როგორც დღეს არის, ამისგან მიუხედავად ჩვენთან ყველა ის პროვოკაცია ხორციელდებოდა ჩვენს ტერიტორიაზე, რასაც ქვია სრულმასშტაბიანი აგრესია. შესაბამისად, აი ამის ფონზე ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რაღაც ნეიტრალიტეტზე ფიქრი და ფაქტობრივად ქვეყნის იზოლაცია გვაკრაგინებს ყველა ბერკეტს არამც თუ დემოკრატიულ აღმშენებლობაზე, არამც თუ ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაზე, ელემენტარულად ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე, შენ თუ იზოლირებული ხარ და ნეიტრალური ხარ, ყველასგან ეს რანაირად მოიზიდავს შენ და ინვესტორს ან თუნდაც როგორ შეეწინააღმდეგები იმ საფრთხეებს, რაც შენი ქვეყნის წინაშე დგას, როგორიც არის მაგალითად ტერიტორიული მთლიანობა, და პრინციპში ვერც ვიზიდავთ, რაც ბოლოს გავიგეთ, ტრამპ თაუერია, რომელიც იყიდება ჩვეულებრივად ეს ნებართვა, ხო? ანუ დიდი ინვესტიცია არც გაგვიგია რომ იგვიზიდავს. მთავრობებმა კარგი განკვეთილი ვერ გამოიღეს, წინა ხელისუფლება ცდილობდა ამით ინვესტიციების მოზიდვას, მაგრამ რა გამოვიდა აქედან ყველამ კარგად იცის, მე ეს არის ძალიან სხვას რო ვერაფერს ვერ აკეთებ დაახლოებისათვის, ალბათ ესეთ ნაბიჯები მე მოგდის თავს. ეს რა არის? აფასიანი ტრიუკია თუ ტყუილია? ნუ ეხლა ფირმა არის, რომელიც განკარგავს შემდგომ შენობის მენეჯმენტს და ანიჭებს თავის სახელს. ეს არის ერთგვარი სახელი, რომ მოსახლეობამ, უცხოურმა ინვესტორმა იყიდოს იმ შენობაში სახელი. ანუ ფრენჩაიზის მიახლოებულად არა, ხელისუფლებისგან ამის წარმოჩენა დიდი ინვესტიციად რა არის, ხო? ეს კომერციული პროექტი. მე ძალიან დიდი ეჭვმეპარება, რომ ტრამპი საერთოდ საქმის კურსში იყო, ესეთი გადაწყვეტილება მისმა ორგანიზაციამ მიიღო, იმიტომ რომ აქ სხვა ფაქტორები მოქმედებს. მე ისიც ეჭვმეპარება, რომ დაუშვათ აქტიური ნაბიჯები გადაიდგმება შემდგომში ამ შენებლობის კუთხით. ბათუმის ტრამპ ტაუერის მაგალითი ცხადყო ესა, თუმცა ნახოთ, ნუ ეხლა თუ ეს განხორციელდა, ეს იქნება აბსოლუტურად კომერციული პროექტი და არანაირი გავლენა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებზე არ და ვერ ექნება, მოდით ესე ვთქვათ, ბოლოს და ბოლოს ტრამპს ბოლოვადა აქვს და 2 წელიწადს ნახევარზე ნაკლები დარჩა ხელისუფლებაში ყოფნის, ხო? და ისევ ჩვენ დიპლომატიურ თავის ტკივილებს რომ დავუბრუნდეთ, ეს
მოცემულობა რაც ახლა გვაქვს ხო დერეფნებში შეხვედრები ფოტოს გადაღებისთვის ნადირობა ესეთი პროექტების დიდი ინვესტიციად შეთავაზება ნებისმიერი რანგის უცხოელის ჩამოსვლა როგორც გადატვირთვის სახელდება ხო სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში მე მგონი ეგ არის ჩიხი ხო ერთგვარი და აი გამოსავალი მაგ ჩიხიდან თუ არც არის ჩიხი და შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ამ რეჟიმში ყოფნა ეგეც კითხვა პრინციპში და საიდან უნდა დაიწყოთ უკი გადაწყვეტ რომ ეს წესები არ გინდა ან როდის წყვეტ მაგას რომ ესე აღარ მოგწონს ჩემი აზრით თვითონ ეს ქმედება რომ ვიღაცა ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზაციას უკვე მეტყველია რომ დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე და რუსეთ-უკრაინას გულისხმობ პირველ რიგში ასევე რუსეთის შიგნით მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა აზრი რომ ჩვენ გვჭირდება ალტერნატივა ანუ იზოლირებული ქვეყანა პირისპირ აგრესორ რუსეთთან ვერ იქნება წარმატებული თუნდაც იმ ვიწრო ჯგუფის ინტერესებისთვის რაც საქართველოში დღეს არის ხო მაგრამ სად ჩამოყალიბდა ეს აზრი საზოგადოებაში თუ ხელისუფლებაში ხელისუფლებასაც ოცნებაში ზან პირობითად გადაწყვეტილების მიმღების თავში მოდით ესე ვთქვათ წინააღმდეგ შემთხვევაში ესეთი ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ჩანს მცდელობა ნორმალიზება მოხდეს დასავლეთის სამყაროსთან შეიძლება ნაკლებად ევროპასთან და უფრო აქცენტი არის ტრამპის ადმინისტრაციასთან თუმცა არ ამგონია რომ ევროპელებთან არ უნდათ ვითარების ნორმალიზებას ის ნეგატიური მიმართულება რაც გამოიხატა მართველი გუნდის მხრიდან ნარჩუნდება ბევრად უფრო ნაკლები მასშტაბით შეიძლება მაგრამ მაინც ნაჩვენდება ეს სწორედ მეტყველებს რაღაც რა კოორდინირებულ ქმედებებზე როდესაც ერთის ხრივ გინდა ვიღაცა ასიამუნო და მეორეს ხრივ მაინც გინდა მასთანაც ურთიერთობები ქონდეს ნახოთ ეს სადამდე მიიყვანს ჩვენს ხელისუფლებას მე ვფიქრობ საკმაოდ ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ხელისუფლება თუ რუსეთში მართლა განვითარდა ეს კრიზისული ვითარება რისის აწინდარიც ჩვენ დღეს სახეზე გაგვაჩნია და ეს ნორმალიზების მცდელობა რო არ ყოფილიყო რომლათაც შეიძლება იკითხებოდეს ეს ყველაფერი შეიძლება მაგალითად ერევანში არ გვეხილა საქართველოს პრემიერი ძალიან გაუნწვევი იქნებოდა დიპლომატიურად თუ მოწვევის მიუხედავად რეგიონის ქვეყანა არ ჩავიდოდა ესეთ ღონისძიებაზე მაგრამ მოდით ვიყოთ გულახდილი ჩვენ თავთან რაღაც აქტიური განცხადებების ან პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა მე ვერ გეტყვი ზუსტად რა მომხრივი შეხვედრები ჩატარდება იქ მე არ მოველი ვინაიდან მთლიანი რიტორიკა როგორც წინაზე აღნიშნე ნეგატიური საკმაოდ მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია ხო ანუ იცით რატო ვიკითხე ეს ნორმალიზების მცდელობას თანამდვილად გვაქვს საქმე თუ ისევ ინერციით მიდის როგორც არის ეს ურთიერთობები და უბრალოდ რეგიონის მაღალი დონის შეხვედრებში იღებს საქართველოს მონაწილეობას იმ იმედით რომ ეგებრამე ხეირიც იყოს. ცით რაღაც ხრივ მე ვფიქრობ რაღაც რუსეთს დავიმსგავსეთ როცა გვინდა ნორმალიზება ჩვენს პირობებზე გეგონება ეს შესაძლებელი იყოს. რაღაც ესეთი წარმოდგენები გაგვაჩნია ჩვენს თავს. ნორმალიზება ჩვენს პირობებზე ვერ მოხდება შენ ან იზიარებ ევროპულ ფასეულობებზე ან ხარ სხვა ბანაკში. აქ ეს ცალსახაა და მე არ ვიცი ვის რა მცდელობა ექნება. ავიღოთ თუნდაც სომხეთში დღეს დაგეგმილი ევროპული კომიუნიტის შეკრება, პოლიტიკური გაერთიანების შეკრება, რომელიც მაკრონის ინიციატივიდან გამომდინარე დაარსდა და მერვე შეხვედრაა დღეს. ჩვენი წარმომადგენელი არ გამოდის დემოკრატიული პროცესების პანელზე, არ გამოდის ევროპული ინტეგრაციის პანელზე და ერთგვარად მხოლოდ connectivity ანუ ურთიერთდაკავშირებულობის პანელზე ცდილობს თავისი პოზიციის დაფიქსირებას, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეს მეტყველი არის, რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ ეკონომიკური ამონაგები და არა ფასეულობების გაზიარება. რამდენად რეალისტური არის ეს ალბათ თქვენი მსმენელიც განჭვეს და განსაზღვრავს და ალბათ მომავალიც გვიჩვენებს ამას.
ნახოთ. ბოლოს ამას ვიკითხავ, ეს არის ორდღიანი ამბავი, მაგრამ აი თქვენი ლაპარაკი დაიწყეთ იმითი, რომ ამ პროცესებს რეგიონზე ექნება გავლენა, ჩვენ შემთხვევაში რა შეიძლება იქ იყოს? გრძელებადაც რა არის? მოდით ესე ვთქვათ, პოზიტიური დღის წესრიგის შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის სომხეთის ურთიერთობები გაძლიერდება, გადავა ინსტიტუციონალური აღშენებლობის კუთხით დახმარებებზე, თუ ამოქმედება დასრულდება დაუშვათ გაუგებრობა ირანში და ამოქმედება სრული დატვირთვით ფაშინიანის მიერ ნათქვამი მშვიდობის გზაჯვარედინი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარება მოყვება ქვეყანას, ტრანსპარენტული, დემოკრატიული ურთიერთობები სხვა მეზობლებთან და ეს მაგალითი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ შეიძლება განვითარდეს. მე სრულფასოვნად წარმატებას უსურვებ სომხეთის საზოგადოებას, რომ წინ გადაიდგას აქეთ ნაბიჯები და ეს ბუნებრივია ჩვენთვისაც ძალიან პოზიტიური შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს. და სულ ბოლოს აი 21 წლის ოკუპაციაზე ლაპარაკისას ბევრი ამბობს, რომ რეგიონი ზოგადად არის ეგეთი საქართველოს ვინაიდან სამივე პატარა ქვეყანაა, რომ ან გადარჩება ერთად, ან დაიღუპება ერთად. რაღაცა ეგეთი ბედისწერა აქვს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეგ შორეული წარსული არ არის, მაინც წარსულია, ხო? და რაღაცა ერთი და იგივე სცენარები ზუსტად სიტყვასიტყვით არ მეორდება ხოლმე, მაგრამ ეხლაც თუ კი ამ გავლენებისგან თავდახსნასა და უკეთეს მომავალზე ვლაპარაკობთ. ცალ-ცალკე ქვეყნების გასვლა სამშვიდობოს რამდენად რეალისტურია, თუ მაინც ერთიანი სულისკვეთება უფრო გადამწყვეტი იქნება, რომ აი ეს ტვირთები ჩამოიშოროს სამივე ქვეყანამ, რომელსაც თავთავისი აქვს. ჩვენი დევიზის არ იყოს ზალა ერთობაშია და რა თქმა უნდა ეს ზალზე მნიშვნელოვანი არის. შეიძლება ითქვას, რომ 90-იანი წლებიდან სამივე სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკას სხვადასხვა საგარეო პრიორიტეტი გააჩნდა, სწორედ ეს აღმოჩნდა საბოლოო ჯამში კრიზისის საფუძველი, რაც შემდგომში განვითარდა, რომ შევადაროთ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკა, ბალტიის რესპუბლიკას, იქაც სამი ქვეყანა იყო, ისინიც მოწყვლადები იყვნენ რუსეთის ფედერაციის რისკების მიმართ, მათაც არ ქონდათ განსაზღვრული საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან, დაძაბულობა იყო რუსული უმცირესობის მხრიდან, ანუ სავსებით ანალოგიური პროდუქტები იყო, თუმცა მათი ერთობამ და ერთიანმა სვლამ დემოკრატიული პროცესების, დემოკრატიული სამყაროს მიმართ გადაწყვიტა მათი წარმატება და დღეს ისინი სრულფასოვანი წევრები არიან ევროპული თანამეგობრობის, არა მარტო მომხმარებელი უსაფრთხოების, არამედ მნიშვნელოვანი კონტრიბიუტორები ამ უსაფრთხოების, სწორედ აქ ჩანს, რომ რეგიონალური თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი ინტერესების გატარების მიზნით, კუთხით. და ბალტიის ქვეყნების ურთიერთობა ამ რეგიონში შესაძლებელი გონიათ? მოდით ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ეკონომიკური პროექტებისზე ჩვენ გვაქვს ერთი ინტერესი. Connectivity, რასაც ჯერჯერობით სხვა არა ჩანს და მე შემდგომში შეიძლება ისიც გამოჩნდეს. მადლობა დიდი. თქვენ დიდი მადლობა.